გამარჯობა, მე ვარ შორენა ალიბეგაშვილი და ჩემი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. და დღეს ჩვენ განვიხილავთ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით კანს, განვიხილავთ ბევრ სხვადასხვა ფორმულებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გქონდეს მძინვარე, ჯამრთელი და ყოველთვის ხარისხიანი კანი, მოდი ასე ვთქვათ. რას ნიშნავს ზოგადად ხარისხიანი კანი? ეს იმას ნიშნავს, როდესაც თქვენი კანი მძინავს არა ხელოვნურად, როგორც მაგალითად მაკიაჟის დახმარებით, არამედ ბუნებრივად, როდესაც თქვენ ჩამოიბანთ მაკიაჟს და მოგწონთ თქვენი კანის სტრუქტურა, რაც ძალიან იშვიათია. მითია თუ რეალობა, რომ 20 წლის მერე კანი ბერდება. მინდა გითხრათ, რომ მეც ადრე მჯეროდა, რომ კანი ბერდება 20 წლის შემდეგ და დავიწყე ამის გამოძიება. დამჭირდა ამისთვის წლები და დღეს პირდაპირ ვაღიარებ. 20 წლის შემდეგ კანი არ ბერდება. იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა თქვენ სწორად უვლით. თუ თქვენ სწორად უვლით არა მხოლოდ კანს, რა თქმა უნდა საკუთარ თავს. შეგიძლია თუ არა შეცვალო გენეტიკა. დიახ, შეგიძლია ეპიგენეტიკის დახმარებით. ანუ სწორი მოვლით. და როგორ უნდა მოუარო სწორად, თუ არ შეისწავლი საკუთარ კანს. ზუსტად ეს არის ის მნიშვნელოვანი მომენტები, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია, რომელსაც მოგაცდით ახლა, იქნება თქვენთვის საინტერესო. იცოდით, რომ თქვენი კანი ნახულდება ყოველ 22-28 დღეში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კანი ზუსტად აი ამ 28, მაქსიმუმ 28 დღეში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ახალი კანი. თუ სათანადოდ მოუვლით საკუთარ თავს და კანს. 35 წლის შემდეგ უკვე მეტი დრო ჭირდება, სადღაც 35-40 დღე. და რაც უფრო მეტი ასაკი გემატებათ, მით უფრო მეტი დრო ჭირდება კანს იმისათვის, რომ განახლდეს. ცუდი ის არის, რომ კანი, რა თქმა უნდა, იცვლის თავის სტრუქტურას, თავის ფერს და ასე შემდეგ, მაგრამ კარგი არის ის, რომ ის ნახულდება. ანუ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, თუ ჩვენ სწორად მოვლით კანს, მივიღოთ ახალი კანი. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება დანარჩენ ორგანოებზე. ეს არის ღვიძლი, რომელსაც სჭირდება 3-დან 6 თვემდე, რომ თქვენი ღვიძლი განახლდეს. ანუ მას აქვს ეს უნარი. ასეთივე უნარი აქვს კუჭნაწლავს და ძალიან ბევრ სხვადასხვა ორგანოს. ერთადერთი ორგანო, რომელსაც სჭირდება ყველაზე დიდი დრო, ეს არის გული. მაგრამ თუ თქვენ სწორად მოუვლით საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დასკვნა, თქვენ შეგიძლიათ 1 წელიწადში მიიღოთ თქვენი თავის განახლებული ვერსია და კანიც სათანადოდ, როგორც ბოლო საფარი, ანუ ორგანო, რომელიც ფარავს მთლიანად სხეულს, ტრანსლირებს იმ მდგომარეობას, რაც არის იმ კან ქვეშ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ კან ქვეშ არის ცხიმოვანი შრე, კუნთოვანი შრე, გულსიძარღვთა სისტემა და ასევე, რა თქმა უნდა, კუნთები და ძვალი. კანი ეს არის ის ორგანო, რომელიც იკვებება კაპილარებით და მას სჭირდება მათი ჯანმრთელი და ჯანსაღი მდგომარეობა იმისათვის, რომ მივიღოთ თუნდაც ელემენტარულად ნორმალური ფერი კანზე. იმისათვის, რომ თქვენი კანი უფრო სწორედ და მისი სტრუქტურა არ შეიცვალოს დროთა განმავლობაში, მას სჭირდება ასევე, რომ ვიტამინები და ჰორმონები იყოს წყობაში. თვითონ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის შესწავლა. და ამისათვის არსებობს ჩეკაპი, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ წელიწადში ერთხელ მინიმუმ, რომ იცოდეთ, რა გაქვთ თქვენ კანში, ანუ როგორი
ორგანიზმი როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი თუნდაც ამინდებზე, რაღაც თქვენ სტრესებზე, მდგომარეობაზე, თქვენ ელემენტარულ რაღაც არასწორ მოქმედებებზე. ვინაიდან კანს აქვს ძალიან კარგი თვისება. მას შეუძლია დაიცვას თქვენი ორგანიზმი, მაგრამ ამავე დროს მას შეუძლია როგორც ინდიკატორი ანახოს თუ რა პრობლემა გაქვთ თქვენ შიგნით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა გავაკეთოთ და გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის, რა თქმა უნდა, თქვენი ყოველდღიურობა. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ აბაზანაში და არა მხოლოდ აბაზანაში, მე დარწმუნებული ვარ, ყველა ქალბატონს თითქმის ყველა ოთახში შეიძლება ედოს ან საცხი, ან შრატი, ან კიდე რამე საშუალება, რომელსაც დიდი სიამოვნებით თუ დაიტანიებს კანზე კარგია და ზოგს უბრალოდ აწყნარს და ამშვიდებს ის ფაქტი, რომ ეს საშუალება უდევს სადღაც თაროზე. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კანს ყველაზე მეტად სჭირდება პირველი სწორი დაბანა და მეორე, რა თქმა უნდა, დატენიანება. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კიდე დამხმარე საშუალებები, რომლის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გაუხანგრძლივოთ არა მხოლოდ კანს მისი მდგომარეობა, არამედ განვაახლოთ და დავეხმაროთ უჯრედებს, რომ უფრო თამამი და უფრო სწრაფი მეთოდებით მოხდეს ჩვენი კანის რეგენერაცია, რომ არანაირი შეფერხება და არანაირი შემცვლელი ფაქტორები არ იყოს გარედან. და ეს არის, რა თქმა უნდა, რეტინოიდები, ანტიოქსიდანტები და მჟავები. არაერთხელ განვიხილეთ ჩვენ ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომელიც დღეს ბაზარზე არის სხვადასხვა ფორმით წარდგენილი. თუმცა მე მინდა აღვნიშნო, ჩემი ყველაზე საყვარელი მაინც არის და იქნება ყოველთვის ანტიოქსიდანტი, ეს არის ვიტამინ C და რესვერატროლი, ვინაიდან მას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნქცია. ის არის ანტიოქსიდანტი. მას გააყავს თავისუფალი რადიკალები და მას შეუძლია დაიცვას თქვენი კანი. არა მხოლოდ მოახდინოს კანის რეგენერაცია, არამედ დაიცვას თქვენი კანი. თუ რამე ბაქტერია, რამე შემცვლელი ფაქტორი ხდება კანზე, მას შეუძლია მოახდინოს პრევენცია. რაც ეხება რეტინოიდს, რა თქმა უნდა, მას სჭირდება თავისი დრო. პერიოდები უფრო სწორედ. ეს არის უფრო შემოდგომა, ზამთარი, ზაფხულში მე არ გირჩევდით რეტინოების გამოყენებას. თუმცა მისი არსებობაც ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მუშაობს სიღრმისეულად. მაშინ, როდესაც მჟავები მუშაობენ რქოვანაშრესთან და მჟავებში შედის სხვადასხვა ტიპის მჟავები, როგორც ხილის მჟავა და ასე შემდეგ, ეს მჟავები მუშაობენ ეპიდერმისთან და რქოვანაშრესთან, რეტინოიდები მუშაობენ სიღრმისეულად, ანუ შიგნიდან აძლევენ კანს საშუალებას, რომ მოახდინოს რეგენერაცია. ასტიმულირებენ კოლაგენს, ელასტინს და ეხმარებიან კანს განახლებაში. ხოლო ანტიოქსიდანტები, ისეთი როგორც C ვიტამინი და რესვერატროლი, ესენი არიან როგორც პროვაიდერები, ანუ გეხმარებიან, არა მხოლოდ დაიცვან, არამედ შემოიყვანონ, დაეხმარონ დანარჩენ შემდეგ რუტინის, ანუ თქვენ ალბათ ყველას გაქვთ რაღაც პრეპარატები და საცხი, ან საცხები, რომელსაც იტანიებთ შრატის შემდეგ. აი ამ ყველაფრის შეტანაში უფრო სიღრმისეულად და თუ კი რამე პრობლემა ხდება გარედან, იმ პრობლემის მალე მოგვარებაში. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა რთული დასალაგებელია ამ კუთხით, რა კუთხითაც ახლა ვსაუბრობ და ამისათვის, რა თქმა უნდა, არსებობენ სპეციალური
სპეციალისტები, კოსმეტოლოგები, დერმატოლოგები, ან უბრალოდ სპეციალისტები, კარგი კონსულტანტები, ვინც სწორად შეგირჩევენ ამ რუტინას. მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, თუ ლიმფური სისტემა არ მუშაობს გამართულად, არც არანაირ პროცედურას, არანაირ კოსმეტოლოგიურ და კოსმეტიკურ საშუალებას არ ექნება იდეალური შედეგი. იმიტომ რომ ლიმფური სისტემა ეს არის სისტემა, რომლის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი კანის მდგომარეობა, ანუ პრევენცია შეშუპების. და ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ძილის კულტურა, ჩვენი სტრესებთან გამკლავება, რაც არც ისე ადვილია დღევანდელ რეალობაში, აი ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს დალაგებული. და დასკვნა, შეგვიძლია თუ არა განვაახლოთ კანი და მივიღოთ 50+ ასაკში ლამაზი, ბზინვარე, ნაკლებად სტრესული კანი. დიახ, შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივყვებით სწორი ცხოვრების წესს, ჩვენ უვლით საკუთარ თავს, ვაკეთებთ პერიოდულად ჩეკაპს, ვიცით თუ როგორია ჩვენი ჰორმონების მდგომარეობა, როგორია ჩვენი მიკროელემენტების და ელემენტების მდგომარეობა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე D ვიტამინის მდგომარეობა, ვინაიდან D ვიტამინი ნაწილობრივ კი არა, თითქმის 60-65% მოქმედებს კანის სტრუქტურაზე და ასევე, რა თქმა უნდა, სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები. რაც ეხება პროცედურებს, ამაზე აუცილებლად კიდევ ცალკე ვისაუბრებთ. იმედია ეს ინფორმაცია საინტერესო იყო თქვენთვის. თუ ასეთი ტიპის გადაცემა თქვენთვის საინტერესოა და ზოგადად ასეთი თემების განხილვა თქვენთვის საინტერესოა, მაშინ გამოიწერეთ ჩვენი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად და დატოვეთ თქვენი კომენტარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხის განვითარებისთვის.